some of the lights changing. Looks like two beds. ემისიების კუთხით ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს როგორც თქვენ ვერ წარმოვედგინა ვერასოდეს რომ ასეთ ამპლუა კულტურას და კაკეთი და ტალავი ერთი ბიპი საქართველოს და ენერგოეფექტურობის ცენტრმა განახორციელა თელავში ორი პროექტი ეს არის პირველი საჯარო სკოლა სხვენის დათმუნება გათბობის სისტემის მოდერნიზაცია აგრეთვე შიდა სანათების ლედ სანათებზე გადაყვანა თელავის ერთ-ერთ ქუჩაზე საპილოტო პროექტი კავკასიონის ქუჩაზე 72 სანათის შეცვლა LED ტიპის სანათით, რომელმაც მოგვცა 40%-იანი ეკონომია გარეგანათებაში აღნიშნულ ქუჩაზე და 1% ეკონომია სრულ ხარჯვაზე გარეგანათებასთან მიმართებაში ქალაქში მთლიანად. ეს შეუწყობს ხელს ჩვენი ვალდებულების შესრულებას, რომლებიც დაკისრი გვაქვს მერების შეთანხმების ფარგლებში, რომელთაც 20% უნდა შევასრულოთ 2020 წლამდე 20% შევამციროთ ემისიები და აგრეთვე 20% გავზარდოთ მაღალი ენერგო ტექნოლოგიების დანერგვა. Absolutely. Well, it's great to be here in Tel Aviv this evening on this beautiful Gazapuli day. This project has taken some very important steps of energy efficiency for the beautiful historic school behind us. Basically adding some insulation, which will add for its energy efficiency, the heat retention in the building and the cooling, it'll help in that. And then also lighting, changes to more efficient lighting in the school. Lighting, changes to more efficient lighting in the school. It'll make the school more comfortable and it will save money, and also very importantly there'll be less CO2 emissions as a result. And we're very happy to be helping to sponsor this important activity, to see the children and all the energy they put into this, to be here tonight with everybody. ენერგოეფექტურობის ცენტრმა და BPI საქართველოში ამ ორმა ორგანიზაციამ სკოლას გაუკეთა დათმუნება, გამოცვალა ნათურები და ჩვეულებრივი ვარვარების ნათურა შეიცვალა ეკონათურებით, ასევე შეგვიძინეს სანთურა, რომელიც მუშაობს გაზზე. ეს სკოლისთვის არის დიდი შეღავათი. დათმუნება შეუწყობს რომ ენერგია არ დაიკარგოს. ეკონათურები არის ასევე ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური, რაც ჩვენთვის ძალიან კაია. მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია, რადგან ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს ელექტროენერგიას და გამონაბოლქვი ნაკლები იქნება შესაბამისად ბუნებას ხელი შეეწყობა წყალბუნებას და ამასთან ერთად იზოგება ძალიან დიდი ენერგია, ამცირებს თვითონ სახელმწიფო ხარჯებს სკოლის შენახვასთან დაკავშირებით. ანალოგიურად უნდა განხორციელდეს ყველა საჯარო დაწესებულებაში, ვინაიდან შემცირდეს ეს ხარჯები.